Უბრალოდ ყოვლისა ჩვენ ნახეთ რომ ქართული ხალხი შეეცადა ჩვენი პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც მან თავისი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა, გვაჩვენა, მაგალითად დაგვისახა და ამის მოწმენი გავხდით ყველანი, როდესაც 1,5 მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად იყო სამების ტაძარში იმისთვის, რომ თავისი წუხარება გამოეხატა. ეს იყო მართლაც მომენტი, როდესაც თელიერი იყო ერთიანი ამ წუხარებაში და გარკვეულწილად ყველა ვცდილობდით, რომ ჩვენი უმცირესი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ის სიყვარული, რომელსაც ჩვენ ვგზავნით პატრიარქის მხრიდან, ეს სიყვარული საპასუხო ჩვენი მხრიდან გვეჩვენებინა. ნახეთ ასევე ერთობა ეკლესიური, ნახეთ ჩვენ ერთობა რელიგიებს შორის, როდესაც როგორც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლობა, ისე ზოგადად ყველა, ვინც საქართველოს, მის ეკლესიას, მის პატრიარქს იცნობდა, ნახეთ ჩვენ თუ როგორი წუხარების სიტყვები მოვისმინეთ ყველა მხრიდან, მიუხედავად კონფესიისა, რელიგიისა. მართლაც ისტორიული პიროვნება იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის. ამ დღეებში, მათ შორის სხვადასხვა დელეგაციებისგან, რომელთაც ცალკე გასაუბრების შესაძლებლობაც ჰქონდა, ვისმენდით თუ როგორ აფასებდნენ მის უღაწს, თუ როგორ სცემდნენ პატივს მის წვილს ქრისტიანულ სამყაროს განვითარებაში. მარკო რუბიოსგან განსხვავებით ევროპელი ლიდერებს არ მიუსამზირებია ქართული ხალხისთვის განცხადებები გახდა საერთაშორისო დონეზე რითი ხსნით თქვენ ამ ყველაფერს? მეტი ჩვენ ვიხილეთ მაგალითად ჰელსინკის კომისიის სხდომა იყო იმ დღეებში, როდესაც საქართველო გლოვობდა და რომელშიც ადამიანები, რომელსაც რო კითხო ქართველი ერის გულშემატკივრები არიან, ერთი სიტყვაც ვერ მოვისმინეთ ბატონი ვილსონისგან და სხვა ჰელსინკის კომისიის სხვა წევრებისგან, რომელსაც რომ კითხოთ დედაღამე საქართველოზე უცენდებათ და უღამდებათ საქართველოზე ფიქრით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი, ასე ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან, ეს არის ჩვეულებრივი ნაყიდი ლობიზმი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მათ რაიმე ემოციურ დამოკიდებულებასთან საქართველოსთან თუ ქართულ ხალხთან. შესაძლოა ვერც კი გაიგეს რა მოხდა საქართველოში, ან გაიგეს და ვერც კი გაიაზრეს რა მოხდა საქართველოში. ასევე ევროპაშიც ვიხილეთ ჩვენ სხვადასხვა ანგარიშების წარდგენები და ასე შემდეგ, სადაც ყვავილო თავდასხმა ქართულ ხალხზე ამ წუხარების ჟანრს. ეს არის ისე ჩვენ საუბრობთ ცივილიზაციურ უწყურზე, საიდანაც დღეს მიაქანებენ ევროპულ ცივილიზაციას, როდესაც პოლიტიკური დღესდღეობით მაღლად დგას ვიდრე ადამიანური ღირებულებები. მე მინდა მადლობა გადავუხადო როჩებს, რომლებიც იმყოფებოდნენ სამების ტაძარში, როგორც დღეებში, ისე დასვენების დღეს და გამოხატეს საკუთარი წუხარება ამ თანამედროვეობთან დაკავშირებით. თუმცა მეორე მხრივ ვერ ვნახეთ ვერც ერთი ის ევროპელი ლიდერი, რომელიც საქართველოში ამბავი არ მოხდება, როცა არ გამოვარდნილ კომენტარები არ აკეთონ და ასეთი წუხარების ჟანრს სიტყვები ვერ მოძებნეს, დრო ვერ მოძებნეს, ან უბრალოდ ემოცია ვერ მოძებნეს, იმიტომ რომ ეს ემოცია მათ არის ჩვენი ემოცია, რაც გვაქვს ჩვენი ეკლესიის მიმართ, პატრიარქის მიმართ, იმ ღირებულებების მიმართ, იმ ნამდვილი ღირებულებების მიმართ, რომელზეც საქართველოს დგას და არა ფსევდო ღირებულებების მიმართ, რომელზეც დგანან ეს პოლიტიკური ლიდერები. ასე რომ ეს ვფიქრობ დიდი გაკვეთილი იყო ქართული ხალხისთვის. აქ ცალკე გამოსახულია ასევე, რომ ის ჯგუფი, რომელიც პროტესტში არის, ნახეთ სინამდვილეში მათი სახე ამ დღეებში, ნახეთ რომ ამ დღეებშიც არ შეწყვეტეს განძღვა ეკლესიის, ამ დღეებშიც არ შეწყვეტეს პატრიარქის დაკნინება, ამ დღეებშიც არ შეწყვეტეს ყველა იმ ღირებულების წინააღმდეგ წასვლა, რაც ქართული ღირებულებაა უპირველეს ყოვლისა. ეს
ადამიანი ელები იმყოფება მწუხარებაში. ეს დღე ამ დღეებშიც კი არ შეწყვიტეს ეს მათი ეს ქმედება და ამანაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა ის სურათი, რაც ჩვენ ნახეთ სულიერად გამაღლებული ქართველი ერი და ნახეთ სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი. აი ეს იყო რეალური სურათი და კონტრასტი იმ ასობით ათას ქართველს შორის, რომელიც საათობით იდგა რიგში იმისთვის, რომ თავისი მწუხარება გამოეხატა და პატივი მიიღო ჩვენი პატრიარქისთვის და იმ რამდენიმე ათეულ თუ ასეულ პროტესტში მყოფ ადამიანს შორის, რომელმაც პროევროპელობა აქცია ანტიქართველობა. ეს არის სინამდვილეში რაც ნახეთ და მე როდესაც ხონდა წნური ანგარიში, იქაც ვთქვი, რომ და რაც ვთქვი, ის დადასტურდა ამ დღეებში, რომ არ არსებობს არანაირი გარდა პროქართულობის. ყოველგვარი სხვა ორიენტაცია, იქნება ეს პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული, სხვა ნებისმიერი ორიენტაცია გარდა ქართულისა არის ანტიქართული. და ეს დაგვანახეთ ჩვენ, სწორედ დაგვანახეთ ჩვენ ამ მცირე ჯგუფმა პროტესტში მყოფი პროტესტში გასული ადამიანებისა, რომ ნებისმიერი პროორიენტაცია, პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული, როდესაც საქმე ექნება ქვეყანას, არის ანტიქართული. და ეს იყო ყველაზე ნათელი მაგალითი ამ ყველაფერს. Თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს ღვარამიების და NGO-ების და ამ დონის ადამიანებზე არის ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი მართლა გარდა. ეს არის წლების განმავლობაში ნაკვები და დაფინანსებული ანტიქართული პროპაგანდა, რომელიც გარედან ფინანსდება, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან მიმართება. და ამის შედეგებს ხედავთ, თუმცა ხედავთ საბოლოო ჯამში ხედავთ ამის მარცხს, იმიტომ რომ ვიხილეთ რამდენიმე ასეული ეგრეთ წოდებული პროტესტში მყოფი ადამიანი მილიონობით ქართველის საფიცო. აი ეს ვიხილეთ ჩვენ და აი ეს გვაჩვენა ჩვენ პატრიარქმა, რომ წლების განმავლობაში დახარჯული მილიონები საზღვარგარეთიდან, დახარჯული ტრენინგები, სემინარები და ტვინის რეცხვის სხვადასხვა აქტივობები ყველაფერი წყალში ჩაიყარა და ამ ერთმა დღემ გვაჩვენა ჩვენ, რომ ვერაფერი ვერ მოელევა იმ სულ სიძლიერეს, რომელიც პატრიარქმა საქართველოში შექმნა. და ეს ჯგუფები სწორედ ამას ცდილობდნენ წლების განმავლობაში დაეკრინებინათ და გვახსოვს ხომ და ის დღეებიც კიდევ ნახეთ ჩვენ სოციალებში ვრცელდებოდა სხვადასხვა კადრები, მათი გამონათქვამები, ციტატები და კიდევ ერთხელ გახსენდება ადამიანს, რა სიბინძურეს კატალოგობდნენ ეს ადამიანები, რომლებიც ყველა არიან. ზოგი არის რაღაც სხვადასხვა ევროპული პრიზის ლაურეატი, ბატონი გვარამია საერთაშორისო ჟურნალისტიკის გამორჩეული პრიზებით დაჯილდოებული ადამიანი და გულში ჩახუტებული მათი მხრიდან, სხვადასხვა NGO-ები, რომელმაც ვერ გაიმეწეს ერთი სამძიმარიც კი. აი ქართულმა NGO-ები, რომელსაც მუშაობენ ადამიანებსაც ქართული პასპორტები უდებთ ჯიბეში. ერთი სამძიმარი ვერ გაიმეტეს ამ მძიმე დღეებში, როდესაც სხვა ქვეყნებში რაიმე რომ მოხდება, წამს არ გამოტოვებენ, რომ საკუთარი სოლიდარობა არ განაცხადონ. და ის, როდესაც საქართველოში ახლა ტრაგედია იქ, ეს NGO-ები, ამ NGO-ებმა ერთი სამძიმარის სიტყვა ვერ გამონახეს და რას გამონახამდე, როდესაც ხედავთ ჩვენ როგორ ესმოდნენ თავს საპატრიარქოს, გარედან დაფინანსებული ადამიანები, აღარ მინდა გარები და სახელები დღეს ჩამოვთვალო, თუმცა ჩვენ ამაზე გვექნება აუცილებლად საუბარი. ვინაიდან ამაზე მანამდე საჯაროდ საუბრობდით, როდესაც ეკლესიას თავს ესწრებდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები,
გახსოვთ ხანს საპატრიარქოს მიმართ რა კამპანიები ქონდა ნაწარმოები ამ უცხოურ დაფინანსებით, ასე რომ ერთის მხრივ გამოჩნდა სიძლიერე ქართული ერისა, გამოჩნდა სიძლიერე პატრიარქის მემკვიდრეობისა, მაგრამ მეორე მხრივ გამოჩნდნენ კიდევ ერთხელ ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან სიმბოლო ანტიქართულობისა, სიმბოლო ბრძოლისა, ყველაფერი იმის წინააღმდეგ, რასაც ქართული ქვია და კიდევ ერთხელ ხანდახან ირონიით ამბობდნენ ხოლმე, რომ თითქოს ირონიით ამბობდნენ, რომ რა ქართულობას ვარდრებს ვინმეო, ეს არ არის ქართულობა წართმეული ადამიანები ჩვენ ამ დღეებში ვიყიდეთ. დიახ, აი ეს გარედან შეკვეთა, გარედან დაფინანსება, გარედან ლაურეატობის და პრიზების გადაცემა, რეზოლუციების მიწვევა. აი ასე წაართვეს მათ ქართულობა და დღეს ჩვენ საქართველოში ყავს პროტესტში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც დიახ წაართვეს ქართულობა, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძიმე დღეებში მათ არათუ წუხარების სიტყვები ვერ გამონაკლეს. პირიქით ეს დღეები გამოიყენეს კვლავ ჩვენი ქვეყნის, ერის, ეკლესიის, ლანძღვისთვის, თატრინებისთვის, სხვების დიდებისთვის და საკუთარის დაკნინებისთვის. ასე რომ ჩვენ თვალნათლივ ვიხილეთ, რას ნიშნავს ქართულობა წარსული კონტექსტი რომ გვესმოდეს ამ სამი პოლონელი დეპუტატის ქცევისა, ეს არის სამი პოლონელი დეპუტატი, რომელიც არის სახალხო პარტიის წევრი და პოლონეთის სახელმწიფო პარტიის წევრი. ამ კონტექსტში გავარკვევთ, სახალხო პარტია ეს არის ის გაერთიანება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ცარიელ ხანს ხოლმე მათი ხელობის დროს, ეს არის მათი ღირებულებითი სტანდარტი, რაც გულისხმობს დიქტატორის ხარჯაჭერას. მეორე, პოლონეთის მთავრობა არის ის მთავრობა, რომელთან დაკავშირებული პირიც, რომელმაც ინიციება გაუკეთა ეგრეთ წოდებულ მოსკოვის მექანიზმს, მისი მასთან დაკავშირებული, მისგან დაფინანსებული პირი ჩასვა ექსპერტად და ნახეთ ჩვენ რა ტექსტით შედგა რამდენიმე დღეში აზგვერდიანი ტექსტი, რომელიც სავსეა ცილისწავლების საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ პოლონეთის მთავრობის ანტიქართული პოლიტიკაში არაფერი გასაკვირი არ არის, იმასაც შეგახსენებთ, რომ სწორედ მთავრობის ექიმები იყო თავის დროზე მიხეილ სააკაშვილთან სპეცოპერაციას ვატარებდნენ, წინდებით გაჰქონდათ რაღაც ნიმუშები. ეს არის სამწუხაროდ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოქმედი არის, რომელიც დიქტატორ სააკაშვილს, რომელიც წამების სისტემა შექმნა საქართველოში ეძახის დემოკრატიის მამოძრავებელ ძალას. ეს არის კიდევ ერთხელ თვალნათლივ ის, რომ როდესაც საუბრობთ ევროპარლამენტის აი ამ ჯგუფებზე, ქართულ ხალხს ამ ადამიანებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს და ეს გამოჩნდა ცხადად. ჩვენ ვართ აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროში ღირებულებითი ხვრელი. ამათთან ჩვენ არაფერი საერთო არ გვაქვს სინამდვილეში. არანაირი ღირებულებითი ერთობა ამ ადამიანებთან არ გვაქვს. ღირებულებითი ერთობა ნახეთ ჩვენ ამ დღეებში თბილისში. ნახეთ ღირებულებითი ერთობა ქართული ერის შიგნით, ქართული ხალხის შიგნით და ნახეთ ღირებულებითი ერთობა სხვა ქვეყნებთან, სხვა ხალხებთან მათი წარმომადგენლობის ახლოვან. რაც შეეხება ამ ადამიანებს, რა გვაქვს საერთო? რა გვაქვს აი ამ სამ პოლონელ დეპუტატთან საერთო, რომლებსაც არაფერი არ ესმით არც დემოკრატია, პატივსაცემი სუვერენიტეტს, არ ვცემენ ჩვენ ქართულ ხალხს პატივსაცემი ჩვენს მწუხარებას, არაფერი საერთოდ ქართულს ისინი პატივსაცემენ. შესაბამისად, ეს ამ დღეებმა ჩვენ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დღევანდელ ფორმაში ევროკავშირი აღარ არის
ევროპა თავისი ღირებულებებით. და ეს ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს. ამ ხალხთან ჩვენ არანაირი ღირებულებითი კავშირი არ გვაქვს. ისინი აცდნენ ევროპულ ღირებულებებს, გაუმდგნენ ყველაფერს, რასაც ქვია ევროპული ცივილიზაცია და შესაბამისად თავით ააყენეს იმ ყველაფრის მიღმა, იმ ყველა ღირებულების მიღმა, რომელსაც ქართული ხალხი დგას. უნივერსიტეტის კვლევაზე ვიკასოსთან მე გადავწყვეტ შემოსებაზე იყო საუბარი და ბატონთან პროფესიული შესაძლებლობის მისამართზე საქართველოს პოლიტიკის დამსახურება. ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლები აწარმოებს, რომ ჩვენ ვართ ქართული ორიენტაციის ხელისუფლება და ხალხი. სხვაზე აყოლა სხვადასხვა პროორიენტაციების გამოგონებას რა მოაქვს, შეგვიძლია ვიხილოთ სხვა ქვეყნის მაგალითს. დღეს, როდესაც აქვთ ეკონომიკური უსულკოსლა, არიან ომში, არიან ომის ზღვარზე, ეს ყველაფერი იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიღებას ამჯობინეს სხვისი აყოლა, ამჯობინეს წითელი ხალიჩები, ამჯობინეს რომ ტაში დაიკრათ მათთვის, შეექო უცხოელს და არა შინაურს და შედეგად მიიღეს კოლაფსი, ეკონომიკური სტაგნაცია სახელმწიფოებრივი და ომის მიღება, რასაც ჩვენ ვაყენებთ. და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი ორიენტაცია საკუთარ ინტერესებზე, ორიენტაცია ქართული ხალხის კეთილდღეობაზე და ორიენტაცია იმ ორ მთავარ ამოცანაზე, რომელსაც ჩვენ ყოველგვარი ხოქმანის გარეშე მივყვებით. ეს არის საქართველოს გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის და ეს არის ორი საზომი. ამის მიხედვით იზომება ნებისმიერი გადაწყვეტილება. არ არსებობს სხვა მიზანი და საზომი, რომელიც დგას ამ ორ მიზანზე. მაღლა და პირიქით ნებისმიერი სხვა მიზანი თუ კი ხელს უშლის ამ ორ მთავარ მიზანს, ქვეყნის გამთლიანებას და კეთილდღეობის დას არის მეორე ხარისხოვანი და შესაბამისად დაქვემდებარება არის დაქვემდებარებული ამ მიზანს. ბატონო, რამდენიმე კითხვას დავისვამ. ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესი მომავალ კვირას განიხილავს ანგარიშს, რომელიც შედგენილი არის სექტემბერში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდა ფაქტების დამდგენი კომისია. დოკუმენტში საუბარი არის რეპრესიული კანონების გაუქმებაზე, პატიმრების გათავისუფლებაზე და პოლიტიკური დიალოგის აღდგენაზე. ქართული ოცნების გუნდიდან მიიღებს თუ არა ვინმე მონაწილეობას ამ განხილვაში, თუ მიიღებს ვინ იქნება ეს და თუ არ მიიღებს მონაწილეობას რა? რაც შეეხება ამ ზონად დასკვნას გულისხმობთ, აი ხომ აქვს მე თუ არ ვწდები, ეს არის საქართველოს მიერ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგის ჯგუფის სახელმწიფო. კი, აი მე ნახე დოკუმენტური გავხსენი, პირდაპირ შემთხვევით რაც გვერდი მომხდა, პირდაპირ მომხდა პირდაპირ თვალში. ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით აქვს ჩანაწერი, რომ ის იყო დაკავებული შემდეგ გამოუშვეს ასე შემდეგ, იმის გამო, რომ არ მივიდა წულუკიანის კომისიაში. აი ეს ტერმინი არის აქ გამოყენებული. შეიძლება ჩავყევი როგორც საერთოდ განმარტებული თუ არა. და თუ წერია რომ პარლამენტის ძულებითი საგამოძიებო კომისია ფუტნოუთში ან სკოლიოში მაინც უნდა მიეთითებინათ რომ ხა ვინც არის რომ ჩვენი რადიკალების ლექსიკონს და ლექსიკას ის ეწრიფდება ხო რას მართან დაკავშირებული კომისია. ისიც კი არ არის განმარტებული. აი ხალხთან რა გვაქვს ალაპარაკო, რომელიც პატივს არცემს ქართულ ეს ხო აჩვენებს რომ მათ ისინი საქართველოს ქართულ ხალხს პატივს არცემ. მათთვის ჩვენ ვართ მე-17 ხარისხოვანი ბანანის რესპუბლიკა, რომელშიც ჩამოვიდნენ რაღაცების საქადაგებლად და ჩვენ გონი ვართ კულტურისგან შორდგომი რაღაც მათ მაღალ მატერიებთან არანაზიარები ადამიანები. როდესაც ამას კადრულობს ოფიციალური ჯგუფი, რომ ამბობს არა პარლამენტის კომისია, ხო? თქვა შეიძლება რომ უსამართლოს რაც უნდა ისთვის, მაგრამ სახელს რო უცვლის და წულუკიანის კომისიას ეძახის,
საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომიტეტი. ამ ხალხს საერთოდ არ გვაქვს სალაპარაკო. რა ღირებულების უნდა ველაპარაკო. ეს არის ზუსტად საბჭოთა აზროვნება. სხვა რამე იყო საბჭოთა კავშირის. ჩვენ იმას დავშიშობთ, რომ საბჭოთა კავშირისკენ მიექანებიან. იქ არის ზოგიერთი უკვე დიდი ხანია. ამას ხანდახან საბჭოთა მოსკოვის კი არ დადულა. ასეთებს რო იკადრებდნენ ხოლმე მოსკოვში ერთი-ორჯერ სიტყვა წაუწდათ, ხან რაღაცა მცირე იმპერია გვიწევს, ხან რაღაცა ჩაადგა ნახევარი საქართველოს მოსკოვში იმ ერთ-ერთ რუს მწერალს, რომელიც მათ შორის კარგი მწერალი არის და წაუწდა სიტყვა, ჩაადგა ნახევარი საქართველოს, ან ბოდიშები არ მოახდენიდეს, საბჭოთა კავშირის დროს არ მოეშვა. და დღეს ამ ლიბერალურ სამყაროში ეწოდებოს აი ამას კადრულობენ. აი ესე გვაკნინებენ ქართველებს. გთვლიან მე-17 ხარისხოვანი ერად, რომ ჩვენი სახელმწიფო არ გვაქვს, რომ ჩვენი პარლამენტი არ გვაქვს, რომ ჩვენ პარლამენტს შეუძლიათ რაღაცები უწოდოთ ისე, როგორც მათ გემოვნებაში. ასე რომ ამ ხალხთან სინამდვილეში ჩვენ არაფერი ღირებულებით საკითხების სალაპარაკო არ გვაქვს, ისინი იხაშებიან საკუთარ ზიზლში, მათ შორის იმის მიმართ, რომ თავისი ხელისუფლება ვერ დასვეს საქართველოში. ასე რომ არ ვიცი, მინდას მონაწილეობს, მაგრამ ამათ რა უნდა ველაპარაკოთ? აი ამათ რა უნდა ველაპარაკოთ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ხსენებაც კი არ უნდა და უნდა რაღაცა დახინებოს საქართველოს. შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და მათ შორის ვალდებულებები გვაქვს აღებული, რომ უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები და ასე შემდეგ. და საბჭოთა კავშირის დროს ჩაადგმენოდა რაღაცა პასუხი მოსთხოვეს როგორც მწერალსა და ასე როდესაც აკრიტიკებთ, რა ვიცი, ხომ არ განიხილავთ კიდეც იმას, რომ დავტოვოთ მაგალითად ეს ინსტიტუტიც და ეს. რაც შეეხება ამ ფუნქციებს, რომლებიც დაიწერა ადამიანის მხრიდან, ეს გახლავთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჯგუფი იყო ჩამოსული, როგორც გახსოვთ, და საპარლამენტო ასამბლეასთან ჩვენი დამოკიდებულება იცით რა არის. სწორედ ის არის უპირველეს ყოვლისა, ვინც არსებს ქართულ ხალხის სუვერენიტეტს პატივისცემს. სხვა რამ რა არის სუვერენიტეტი თუ არა პატივისცემს შენს არჩევანს. როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პატივს არსებს ქართული ხალხის არჩევანს და ცდილობს მან უნდა უკანონოს ქართული ხალხის არჩევანს. რა თქმა უნდა, საჩვენებს ამას მიხავს იმ ურთიერთობა იმ დონემდე, რომელ დონეზეც ახლა არის, რომ რა თქმა უნდა, მანამ სანამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, მანამდე ჩვენ მათთან სალაპარაკო კიდევ ერთხელ არაფერი არ არის. ეს არის არაფერს დატოვას არ ვაპირებთ, ჩვენ წევრი ვართ ამ ორგანიზაციის და პირიქით გვაიძულოთ უნდა რომ პატივისცემს სუვერენიტეტს. კიდევ ერთხელ ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც ეს ციდან დაეცა დამოუკიდებლობა, ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ სისხლი დაუყარეთ დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. იმისთვის არ დაგვიყრია სისხლი ჩვენი სუვერენიტეტისთვის, რომ ვიღაცა თავის ქვეყანაში 2%-იანი მხარდაჭერის მქონე დეპუტატმა, რომელიც პასეში გამოიჭიმება და თავი გონია ქვეყნის მმართველად, იმან დააკნინოს ქართული ხალხის სახელმწიფოებრიობა და მისი სუვერენიტეტი. ასე კიდევ ერთხელ ყველას მიმართ გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია, ვინც არსებს საქართველოს სუვერენიტეტის პატივს, ის არ არის ქართული ხალხის მეგობარი და შესაბამისი პასუხი გაეცემა. კიდევ ვკითხავთ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, დღეს განაჩენი იქნება 11 საათზე კახაკალაძის ბანერზე წარწერის გაკეთების გამო არის ეს ადამიანი უკვე რამდენი თვეა ციხეში და განაჩენი როგორ იქნება, ესეც თუნდრივია ჯერ. ციხეში ის არის ერთადერთი მიზეზის გამო, მან არ გადაიხადა გირავი. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ის კამპანიის ციხეში არ გადაიხადა გირავი. ისევ როგორც თავის დროზე ნიკა მელიამ არ გადაიხადა გირავი, მახსოვთ ხო? მაშინ რა ასე ვთქვათ თავდასხმის ობიექტი იყო საქართველო და წაიღო ეს ყველაფერი სტრასბურგში ნიკა მელიამ და დამარცხდა საქართველოს წინააღმდეგ და უთხრეს რომ დაემორჩილოს უნდა კანონს. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ელენე ხოშტარი არის ციხეში, უბრალოდ ორი მიზეზი, ერთი მიზეზი და მიზანი. მიზეზი არის ის, რომ მან არ გადაიხადა გირავო, მიზანი არის ის, იმიტომ ჩატოვეს გარედან განახეთ ციხეში, რომ შემდეგ რეზოლუციებზე ემიჯელად და ნახეთ ევროპარლამენტში აბსოლუტურად სამარცხვინო განხილვები ქართულ ხალხზე ბողმის თხევისა, ზიზღის ჩვენებისა, რომელთაც დაკავებული არიან ხოლმე
ევროპელი ზოგიერთი პასპორტით ევროპელი თორემ მათ აღარაფერი სინამდვილეში ღირებულებით ევროპული არ არის. ყოველ შემთხვევაში თანამედროვე გაგებით 100 წლის წინანდელი ევროპელს ზოგიერთი უკვე წააგავს სამწუხაროდ. ერთ-ერთი კითხვა თუ შეიძლება ესე იგი ბრიტანეთში გაკეთდა განცხადებები, რომ თუ სანქციები დაიღვევა, საუბარი არის ტელევიზიების სანქციების დაღვევაზე, ამუშავდება ახალი მეორადი სანქციები და შესაბამისად იმოქმედებენ. რა გეგმავს ქართულ ოცნებას? რეალურად რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს თუ არა თქვენ ქვეყანა, იმის გამო თუ კი ორი არქი სანქციებს არ აღასრულებს. Well, ჩვენ ნახეთ, რომ ბრიტანეთის ხელისუფლების თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რა თქმა უნდა, თავისუფალ მედიას აქვს უფლება, რომ ამ არაპროვოცირებულ უსამართლო თავდასხმასთან თავი დაიცვას. ეს არის ჩვეულებრივი აგრესია და აგრესიის წინააღმდეგ ნებისმიერ ადამიანს, ორგანიზაციას, სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება. ასე რომ ჩვენ არ უნდა აურიოთ ერთმანეთისგან აგრესორი და მსხვერპლი. აგრესორი აქ არის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, რომელმაც კიდევ ერთხელ უსაფუძვლოდ, უსამართლოდ და არაპროვოცირებულად, რომელიც თავს დაესხა თავისუფალ მედიას, ხოლო მსხვერპლი ამ შემთხვევაში არის თავისუფალი მედია, რომელსაც ყველა უფლება თავი დაიცვას და ჩვენ ვთქვით კიდევაც რომ საქართველოს სახელმწიფო ყველანაირად ხელს შეუწყობს იმას, რომ თავისუფალი მედია თავი დაიცვას გარე აგრესორისგან და შესაბამისი გააგრძელოს მართლმსაჯულის ძალასაზრდოება. სანქციებისგან თავისუფლად სანქციების შესრულება თუ არ მოხდება, მაშინ დამატებით არა, სანქცია არ არსებობს თავდასხმა, არსებობს უცხო ძალის თავდასხმა საქართველოს თავისუფალ მედიაზე და აგრესორის თავდასხმის წინააღმდეგ არსებობს თავდაცვის უფლება. ეს არის საერთაშორისო სამართლე გაეროს მიერ აღიარებული უფლებები. ასე რომ აგრესორის წინააღმდეგ თავდასხმა აქვს ყველა ადამიანს, ორგანიზაციას და სახელმწიფოს და მნიშვნელოვანია რომ თავისუფალ მედიამ თავი დაიცვას აგრესორს. ჩვენი ქვეყანა რისკის შეიძლება დადგეს მეორადი სანქციების და ახალი ქმედებებზე გადაღვართო და ახალი რეაგირება იქნება და ამას უფრო დიდი რისკი არის იმის, რომ თუკი თავისუფალ მედიას შეძლებს გააჩვენოს ბრიტანეთის მთავრობა და წაახალისებს შემდეგ პროპაგანდისტებს, რომლის დაფინანსებასაც ისინი ცდილობდნენ, გვახსოვს ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა პარტიული მედია ტაბლოს დაფინანსებას. ეს არის რომ მიზანი გააჩვენოს თავისუფალი მედია, გააძლიეროს შემდეგ პროპაგანდისტები. ეს არ არის ნაკლები საფრთხე ჩვენი საზოგადოების ამიტომ კიდევ ერთხელ აგრესორს წინააღმდეგ თავდაცვის უფლება აქვს ყველას და მნიშვნელოვანია რომ თავისუფალ მედია თავი დაიცვას აგრესორისგან. ზოგადად ჩვენი დამოკიდებულება ცნობილი არის. ჩვენ გვინდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება. არა იმ პარტნიორობის, რომელიც სინამდვილეში უფრო ფურცელზე იყო, ვიდრე რეალობაში, არამედ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა. ისეთი როგორც ეს ქართველებმა ვიცით და ვაჩვენეთ ამერიკელ ხალხს არაერთხელ. ჩვენ სხვადასხვა კონტაქტები გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაციასთან, მათ ძალიან კარგად იციან რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, რა არის ჩვენი პოზიცია სტრატეგიულ პარტნიორობასთან, ასე რომ ჩვენ ველით ამ გადაწყვეტას. ჩვენ ამ ურთიერთობაში ნაკლებად შეგვიძლია რაიმეს გაკეთება და დაგვრჩება. ჩვენი პოზიციები გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანი არის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც უნდა მივუყვეთ. და ველით ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაციისგან შესაბამის ნაბიჯებს მათი მხრიდან უნდა გადაიღოს ნაბიჯები და ჩვენ მათ შორის ბოლო ვიზიტები საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის ვიზიტი ამერიკაში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი ამერიკაში, ეს კონტაქტები მის საუბრები, რომელიც იმართება, გვიტოვებს ოპტიმიზმს, რომ მოხდება ამ ურთიერთობის გადაწყვეტა. მეორეს კი რა თქმა უნდა ჩვენ კვლავ
სამწუხაროდ ვერ ხედავთ იმ ტექსტს, რომელსაც ჩვენ ვისურვებთ ამ ურთიერთობის გადაწყვეტისთვის და რომელიც ეკადრება ქართულ ამერიკულ ურთიერთობას და ეკადრება იმ მეგობრობის მეგობრობას, რომელიც აჩვენა ქართულმა ხალხმა ამერიკელ ხალხს. ასე რომ ნახოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები დაფიქსირებული გვაქვს ყველა პროექტს ცხადით ჩვენ პარტნიორობას ვეძებთ მათთან, ვინც პატივცემს ქართული ხალხის სუვერენიტეტს. უნგრეთი და უნგრეთის ხელისუფლება პატივცემს ქართული ხალხის სუვერენიტეტს, ამიტომ გვაქვს მათთან პარტნიორი ურთიერთობა. ესტონეთი და მისი ხელისუფლება პატივს არ სცემს ქართული ხალხის სუვერენიტეტს, ამიტომ ხედავთ ამ ურთიერთობების გაციებას. ჩვენი მხრიდან ყოველთვის მზად ვართ და გიავართ პარტნიორობისთვის. გვაქვს ძალიან მცირე მოთხოვნები, რომ პატივისცემს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ის ვინც არსებობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც ეს არის ესტონეთი, მაგალითად ლიტვა, სხვა ქვეყნები, რა თქმა უნდა ასეთ ხელისუფლებებთან, მახლობლების ხელისუფლებები, რა თქმა უნდა ასეთ ხელისუფლებებთან ჩვენ ვერ გვექნება თბილი ურთიერთობები, ვინაიდან ისინი ჯერ დაფიქრდნენ, გადაიაზროს საკუთარი დამოკიდებულება საერთაშორისო სამართლის და ქართული ხალხის მიმართ, პატივისცემს ქართული ხალხის მის სუვერენიტეტს, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა თბილი ურთიერთობების. ხო ისინი ვინც პატივისცემენ ჩვენს სუვერენიტეტს, მათთან გვაქვს ურთიერთობები. კიდევ ერთხელ მარტივი ტესტი არის. მეგობრობა არ იზომება ტვიტებით და წითელი ხარიჩებით. მეგობრობა იზომება ქვეყნებს შორის მეგობრობა სუვერენიტეტის პატივისცემით. არც ემს რუსეთის საქართველოს სუვერენიტეტის პატივს არ გვაქვს შესაბამისი ურთიერთობები. არც ემს ესტონეთის სუვერენიტეტის პატივს არ გვაქვს შესაბამისი ურთიერთობები. მარტივი ტესტია. ეცი პატივი ქართული ხალხის სუვერენიტეტს გეცემა პატივი. არსებ პატივს საქართველოს სუვერენიტეტს შესაბამისად არ მოგიგება პატივი ქართული ხალხის. ერთი კითხვა გამიჩნდა თქვენ როდესაც საუბრობთ განვითარებაში პრობლემებზე და თქვით, რომ პროტესტში მყოფი ადამიანები სულიერად არიან დაცემულიო. და მე მაინტერესებს თქვენ ვფიქრობთ, რომ ვინც ამ მომენტის განმავლობაში ქრიკში და მთელი დღეების განმავლობაში და ამერიკის განმავლობაში იმ ხალხს შორის არ იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც მაგალითად აპროტესტებს ამ ქვეყანაში რაიმე მოვლენასთან, ვინც პროტესტში მყოფი ადამიანია, გონიათ, რომ იმ რიგში არ იყვნენ პროტესტში მყოფი ადამიანები? როგორ შეიძლება ეკლესიის მმართველებს უწოდო ეგზარქოსი და იდგე იმ რიგში? როგორ შეიძლება პატრიარქს უწოდო პრორუსი და იდგე იმ რიგში? როგორ შეიძლება ეკლესიას უწოდო ბნელი და იდგე იმ რიგში? არ ვიცი იგივე თუ არა თუ უწოდები არ არის პროტესტში მყოფი ყველა ადამიანი საერთოდ არ გამოდიოდა. არათუ ამ ერთ მუჭა ქართველებს რომლებიც ვიღაცის განცხადების გამო შეიძლება განაზოგადოთ, რომ პროტესტში მყოფი ადამიანს სულიერად დაცემული უწოდოთ? არათუ ამ ერთ მუჭა ქართველებს, რომელსაც ყოველგვარი ქართველობა დაკარგულია სინამდვილეში. აი ზუსტად ისინი არიან მაგალითი, რომლის ირონიულად ნათქვამი სინამდვილეში გაცხადდა, რომ სწორედ ქართველობა დაკარგულ ადამიანებს საქმე. არათუ ამ ერთ მუჭა ქართველებს. თქვენს ტელევიზიას, ტელევიზიას, მეორე პარტიულ ტელევიზიას, ფორმულას, მთელი კამპანიები აქვს ნაწარმოები ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. არა მხოლოდ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. რატო ვერ მიიღეთ, აუცილებლად მიიღეთ, ამ ყველაფერს აუცილებლად მიიღეთ. როდესაც პირველ ფორუმი, თავარი, სამი პარტიული მედია, რომელსაც ჰქონდა სილისწამებული კამპანია ქართული ეკლესიის, საქართველოს პატრიარქის, საპატრიარქოს, რელიგიური მათ შორის ადამიანების მიმართ, როდესაც მთელი კამპანია ქონდათ ამაზე აწყობილი და რა გინდა თქვათ, რომ ეს ხალხი, ეს ხო ეს პროტესტი ყოფილი ხალხი, ეს ხო ის ხალხი, რომელსაც მამული ენა სარწმუნოება ამოიღო და სხვა სიტყვა ჩართო.
ჩასვა. ეს ის ხალხი არ არის და როგორ გონიათ ამის გამკეთებელი იქ რიგში იდგებოდა? იმ რიგში ვერ იდგებოდა, იმ რიგში როგორ შეიძლება იმ რიგში გარიყო ადამიანი, რომელიც პატრიარქს ეგზარქოს ეძახის, როგორ შეიძლება გარიყო ადამიანი, რომელიც ეკლესიას რუსულს ეძახის და არამხოლოდ ეძახდა და არამხოლოდ წარსულში ეძახდა. ისიც ვერ მოითმინეს, რომ რამდენიმე დღე უბრალოდ გაჩუმებული იყო. უბრალოდ სიჩუმე დაესვა, გაჩუმებული იყო და ამ დღეებშიც კი იგივე სიმღერა. როგორ შეიძლება ეს ადამიანები იქნებიან? როგორ შეიძლება გვარამია ყოფილიყო იმ რიგში? როგორ შეიძლება ეს არის მას ერთი იდეოლოგია. სპეციალური შესასვლელიდან შედიოდით, მაგრამ როგორ შეიძლება? აი, მაშინ როგორ შეიძლება იმ NGO-ს წარმომადგენელი? როგორ შეიძლება იმ NGO-ს ხან NGO-ები არიან ხალხი ისინი? მე მაგალითებს გეტყვი. მიაწერა განცხადება, რომელიც ერთმა, ორმა, სამმა ადამიანმა როგორ შეიძლება NGO-ს სოვლაბი მდგარიყო ის ადამიანები, რომლებმაც ზუსტად სამების ეკლესიის ხატთან დაკავშირებით გახსოვთ რა პანიკა აწიეს მაშინ ეკლესიის წინააღმდეგ გიორგი კანდელაკის და მისი თანამოაზრების ხელით. როგორ შეიძლება ისინი ყოფილიყო? მოისმინეთ ერთი მწუხარების განცხადება მათი მხრიდან. როგორ შეიძლება სხვა NGO-ები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში უცხოური დაფინანსებით დაკავებული იყვნენ ქართული ეკლესიის დისკრედიტაციის, პირადად პატრიარქის დისკრედიტაციის, მისი მოსახლის დისკრედიტაციით, როგორ შეიძლება ისინი გვეხილა ჩვენ იმ რიგში? რა თქმა უნდა, ისინი იქ არ იყვნენ და ვერ იქნებოდნენ. შეეწინააღმდეგონ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს, როდესაც დაკავებული არიან ლანძღვით ეკლესიის და მეორე მხრივ ასე ვთქვათ, კიდე კითხვა გიჩნდებათ, თუ რატო ვამბობთ, რომ ეს არიან ქართველებად დაკავებული ადამიანები და მეორე საკითხი საერთაშორისო რაც შეეხება წირვაზე დასწრებას, ამაზეც მინდა ამაზეც ყოფილი პრეზიდენტებისთვის მაგალითად შეიძლება კითხვა დავიწყოს და საუბარი. უპირველეს ყოვლისა, უყურეთ ჩვენ და მეც პირადად. რა თქმა უნდა, მე პირადად, ისე როგორც პარლამენტის წევრები. რა თქმა უნდა, ჩვენი გვიყავით როგორც ქართველები, როგორც პატრიარქის ბევრი წევრები, მაგრამ ჩვენი უპირველეს ყოვლისა ვიყავით როგორც ქართული ხალხის წარმომადგენლები, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები. იმ 2,100,000 ადამიანის წარმომადგენლები, რომელსაც 2024 წელს აირჩია ეს პარლამენტი. მათ შორის ჩვენი გვიყავით იმათი სახელითაც, ვინც საკუთარი მანდატები დატოვა, ზურგის შეაქცია საკუთარ ამომრჩევას, რომელსაც აირჩია, ზურგის შეაქცია ქართულ ეკლესიას, რომელმაც 2024 წლის არჩევნების ჩატარება მიულოცა პარლამენტსაც და მის ფილოსოფიაზეც აკითხა და მნიშვნელოვანობას შეცდება ხოლმე. აი ამ ნაციონალური მოძრაობის დროა ახალი და ამ რადიკალური ჯგუფების ამომრჩევლის სახელითაც ვიდექით იქ იმ წირვის დროს. იქ არ ვიდექით უპირველეს ყოვლისა ვიდექით არა როგორც ინდივიდები, არამედ როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, ხალხის პარლამენტის შემთხვევაში ხალხის წარმომადგენლები. და იყვნენ არა მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები, იყო მთლიან პარლამენტი, უმრავლესობას და ოპოზიციაც. ყველა იყო იქ მიწვეული, ვინაიდან ესა იყო არა ინდივიდუალური ყოფნა იქ, არამედ ეს იყო ქართული ხალხის წარმომადგენლობა ამ მნიშვნელოვან მომენტში. ისევე როგორც ელჩები იქ იყვნენ, არა როგორც ინდივიდუალური პირები, არამედ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებად იყვნენ იქ, ისევე როგორც დელეგაციები იყვნენ, არა როგორც ინდივიდუალური პატრიარქი ან ინდივიდუალური რაიმე სასულიერო პირი უცხოეთი, არამედ საკუთარი ეკლესიის წარმომადგენლები. ასე რომ, როდესაც ამ ადამიანმა ზურგი აქციეს საკუთარ ქვეყანას, ზურგი აქციეს ეკლესიას, ახლა იმაზე წუწუნი სად იყვნენ და სად არა, ეს არის სწორედ ფარისეულობა. ყოფილიყვნენ პარლამენტში და როგორც პარლამენტი და ისინი იყვნენ პარლამენტის წევრები და დაახიეს მანდატები. ყოფილიყვნენ პარლამენტში და პარლამენტში ყოფნა მათ შორის ამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, წარმომადგენლობას გულისხმობს სხვადასხვა მომენტებში ქვეყნის ცხოვრებისა. ყოფილიყვნენ პარლამენტში და რა თქმა უნდა ისინი იქნებოდნენ წარმოდგენილი მათ შორის წირვის დროს და ასევე რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ეს ხო არის ფარისეულობის პიკი, რასაც ჩვენ ამ ქალბატონისგან ხედავთ. ადამიანი, რომელიც არიშურებს სიტყვებს იმისთვის, რომ ეკლესიას თავდაესხას, ადამიანი, რომელმაც იმ დღეებში, ბოლოს დღეებში ცილი დასცა ქართულ ეკლესიას
იცით რომ მან თქვა რომ თითქოს მსოფლიო პატრიარქს სურდა წირვის ჩატარება და მას უარი უთხრა ქართულმა ეკლესიამ, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, დადასტურებული ტყუილი და ქალბატონმა სალომონმა ეს ტყუილი და ცილის წამება ამ ძიმე გლოვის დროს ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება სად იყო და სად არ იყო. ამ ადამიანმა ყოველ დღე საშუალებას მომენტს არ უშვებდა, რომ თავს დასმოდა ქართულ ეკლესიას, თავს დასმოდა მის ხელმძღვანელებს, ეპისკოპოსებს და მათ ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა ამ დღეებში. გახსოვთ მათ თქვა კიდევაც რომ კვირას უნდა ჩატარებულიყო, რატო არ არის ასე ვთქვათ მათ ჩატარებულიყო წირვა სხვადასხვა ეკლესიებში, ისიც არის ის ამ ქალბატონმა რომ კვირაობით ყველა ეკლესიაში წირვა ტარდა. ასე რომ აი ამ ყველაფრის შემდეგ, იმ თავდასხმების შემდეგ, რაც გლოვის დროს ქალბატონმა სალომონმა იკადრა ეკლესიის წინააღმდეგ, როდესაც ცილი დასწამა ეკლესიას, ამის შემდეგ რომ კითხვები უჩნდება სად იდგა და სად არა, ეს მე მგონი ამჩნევს მის არაადეკვატურობას. განცხადება მაინც არ გაუკეთებია ამ დღეებში. აი, მარგველაშვილისთვის ერთი საშვილო დაგეშვათ და მესმის სააკაშვილზე პრეტენზიები გაქვს, სალომონ ზურაბიშვილზე პრეტენზიები. განა სირცხული არის, მილიონი ყოფილი პრემიერ-მინისტრი მაინც რომ ყოფილიყო ვინმე. ანუ მარტო ქართული ეცნება იყო ბატონშავა რომ გაიგეთ ანუ რასაც ვამბობნახეთ. ჩანდა რომ ხოლმე ქართული ოცნების პოლიტიკური თვალსაზრისით და გიორგი გახარიას პარტია, ასევე ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტები. თქვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქვს ვინმე სხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელიც რომ დაგვენახა, ამაზე არის საუბარი, რომ ეგეც დღეს მაინც რომ სადღაც ერთად დაგვენახა ეს პოლიტიკური თუნდაც დაპირისპირებული მხარეები. იმ დღეს ის დღე იყო ერთადერთი ადამიანის ჩვენი პატრიოტის. და აქ ვიღაცას თუ ვინაიმე პოზირება უნდოდა, მე მგონი უნდა დაფიქდეს საკუთარ როლზე. როდესაც ასობით ათასი ქართველი შეიკრიბა იმ დღეს თბილისის ქუჩებში, იმისთვის რომ გაეცილებინა საქართველოს პატრიარქს. და როდესაც ადამიანებმა საათები გაატარეს იმისთვის, რომ პატრიარქისთვის საბოლოო პატივი მიიღო. იმისთვის, როდესაც ადამიანებმა ფეხით მიაცილეს პატრიარქი ის განსასწორებელში, ამ დროს, როდესაც ჩვენ ვისმენთ, რომ თურმე ვიღაცა სადღაცა ჯდომა თუ დგომა ყოფილა ამ დღეს მნიშვნელოვანი, აი ეს გვაჩვენებს კიდევ ერთხელ რა სამარცხვინო მოვლენასთან გვაქვს. ქანა სხვა რამე არის ქართულობის დაკარგვა. ეს არის სწორედ ქართულობა დაკარგული ადამიანები, რომლებიც იმისთვის რომელიც თავის თავს ხედავდნენ იმ დღეს და ვერ ხედავდნენ პატრიარქს. აი ეს არის სინამდვილეში რაც სჭირს ამ ადამიანებს. საზოგადოების ნაწილი საუბარია ფუნქციაზე, რომ წარმოადგენლობა ყოფილიყო ოპოზიციაში. ეს მსუხარების დღე იყო დღე, რომელიც ამავე დროს იყო, ეს იყო დღე, როდესაც ამავე დროს ისტორიული მომენტი იყო, როდესაც პატრიარქს ემშვიდობებოდა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ისინი, ვინც პატივს სცემენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ეკლესიას. რა თქმა უნდა, ამ დღეს იქ წარმოდგენილი იყვნენ, უნდა ყოფილიყო უცხოური დელეგაციები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც საერთო ისე სასულიერო პირები ჩამოვიდნენ. უნდა წარმოდგენილი ყოფილიყვნენ ელჩები, როგორც საკუთარი ქვეყნის სახე, ინდივიდუალურად თავის ქვეყანას წარმოადგენელი. რა თქმა უნდა, იქ წარმოდგენილი იყო უპირველეს ყოვლისა ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლები, მეუფეები და სასულიერო პირები. რა თქმა უნდა, იქ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ხელისუფლება და კიდევ ერთხელ არა იმდენად და უპირველეს ყოვლისა როგორც ინდივიდუალურად, არამედ როგორც ქართული ხალხის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტი მთელი თავისი სისავსით იყო წარმოდგენილი, თითოეული პარლამენტის წევრი, უმრავლესობას და ოპოზიციას და კიდევ ერთხელ მათ, ვინც ამ დღეებში ნაცვლად წუხარების და გლოვის ჩვენებისა იმით იყვნენ დაკავებული, რომ სად დადგებოდნენ, სად დაждდებოდნენ და რა სიტყვოდნენ და რომელ კადრში მოხვდებოდნენ და რომელი ფოტო გადაიღებდა, მათ ამ ადამიანებს
ამ ადამიანებს თავის ზურგი რომ არ ექციათ ქართული ხალხისთვის მანდატების დარღვევით და დახევით, ზურგი რომ მათ შორის ზურგი რომ არ ექციათ ეკლესიისთვის, რომელმაც 2024 წლის არჩევნით მისცა თავისი შეფასება და ამ ხალხმა როცა ზურგი აქცია ეკლესიას, ზურგი აქცია ქართველ ერს, დახია მანდატები, დღეს ახლა ნუ ვსაუბრობთ იმაზე, სად იყვნენ და სად აიყვნენ. მათ თავისი ადგილი აირჩიეს, როდესაც ზურგი აქციეს ქართველ ერს და ზურგი აქციეს ქართულ ეკლესიას. მათ თავისი ადგილი აირჩიეს სახელმწიფოს მიღმა და ამიტომაც აირჩიეს ადამიანები ის ადამიანები რადიკალური ოპოზიცია, ალბათონის სალომე, რომელიც იმას დარდობდნენ, რომ იმაზე საუბრობენ, რომ სად იდგებოდნენ იმ დროს და სად დაიდგებოდნენ, არა იმაზე, რა მოვლენასთან ჰქონდა საერთოდ საქმე. რომ ემშვიდობებოდი ჩვენს პატრიარქს, რომელმაც ნახევარი საუკუნე უძღვებოდა ჩვენს ერს სულიერად და ჩვენს ეკლესიას. ამაზე ფიქრის გაცვლა იმით იყო დაკავებული ქალბატონი სალომე, რომ სად დადგებოდა ეს საინტერესებდა მას ყველაზე ძალიან და რომ ცილის წამებით იყო დაკავებული იმ დღეებში, ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას და ამის შემდეგ უკვირს რომ მის მიმართ შეიძლება არსებობის პრეტენზიები, ესაჩვენებს საერთო ჯამში ქართველობა დაკარგულ ბაზაზე. ახალ პატრიარქზე ვიცით არსებობს დამოუკიდებლობა საპატრიარქოსი და საეროვნო ხელისუფლების და ასე შემდეგ. ზოგადად რა შეგიძლიათ მოლოდინი როგორი გაქვთ ან რა არის იქნა შეგიძლიათ აი ამ მოლოდინთან დაკავშირებით ახალი პატრიარქის არჩევის თემას. მგონი ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი, ჯერ არის პერიოდი, როდესაც წუხარება არის გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ, მოვა ყველაფრის დრო, ჩვენი ეკლესია აქვს საკმარისი გამოცდილებაც იმისთვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და წელს გარდა ყველაფრისა მნიშვნელოვანი წელი საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წელი, ამიტომ წელს ვფიქრობ ამ კუთხითაც კი საქართველოს ეკლესია პასუხისმგებლობით და იმ სულიერი სიმყარით, რომელიც ჩვენს ეკლესიას მის სინოდს გააჩნია, მიიღებს ძმულ გადაწყვეტილებას. ეს არის სრულად ჩვენი ეკლესიის გადასაწყვეტი, სინოდის გადასაწყვეტი და როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვედობით იმ სიმსივნეს, რომელიც ქართული ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებებში არის.